თარგმანება იმათეს სახარებისა ითავი კე. სიტყვა ესე და იყო რაჟამს დაასრულნა იესო სიტყვანი ესე განუკვირდებოდა ერთსა მას მოძღვრება იგი მისი 7:28. თარგმანი წესისაებ ბუნებითისა უმეტესად ჯერ იყო მწუხარება სიძნელისა მისთვის თქუმულთა ისა და შეურვება სიმაღლისა მისთვის დიდებულთა მათ მცნებათა ისა. არამედ ესოდენ იყო ძალის სახიერისა მის მოძღვრისა და მეუფისაი, ვიდრეღა საკვირველებად შეცვალნა გონებანი მათნი და ესოდენ დაუტკბეს სიტყვანი ესე გონებათა მათთა, ვიდრეღა შემდგომად დადუმებისაც ასურო და კვალად სმენად მოძღვრებისა მის და უკვირდა სიკეთე იგი და ჭეშმარიტება იმათი. და არცა თუ გარდა მოვიდა რა იმ თით მოსწყდეს მას, არამედ შეუდგა ყოველივე იგი კრებული ესოდენ დახნერგა უფალმა გონებათა მათთა ტრფიალებაი და სურვილი სიტყვათა მისთაი. ამისთვის იტყვის მახარებელი ვითარმედ. წახარებაი, განუკვირდებოდა მოძღვრება იმისი, რამე თუ იყო სწავლა იგი მისი მათა მიმართ, ვითარცა იგივის ხელმწიფებაი აქուն, და არა ვითარ იგი მწიგნობარნი მათნი 7:28-29. თარგმანი და კვალად ესეცა მადლისა მისისა საქმე იყო, რამე თუ უმეტესად აღშფოთებაი შეჰგვანდა, რამე თუ უკვე თუ საქმით ხედვიდეს სასწაულთა მისთა და დაქოლვა იმისი ენება მწიგნობართა და ფარისეველთა და გულისწყრომით სდევნიდეს, ვითარაც ოდესღა დაწყებაი ოდენ იყო მოძღვრებისა მისისაი და სასწაული არ არაი უჩვენა მთასა მასზე და არამედ სიტყვით ხოლო წარმოუთხრა სწავლა იგი მაღალი და არა ვითარცა მწიგნობარნი, რად ვიტყვი მწიგნობართა? არამედ არცა თუ ვითარცა წინა ის წარმეტყველნი, არამედ ყოველსავე ხელმწიფებით ღმრთივშვენიერითა ეტყო და ვითარმედ ესე რაიმე ითქვაო პირველთა მათ მიმართ, ხოლო მე ესრეთ გეტყვი და კვალად თავითვისი მოასწავა მსაჯულად და განმკითხველად ყოველთა. ვითარმცა არა უმეტესად შეჰგვანდა განკრთომაი მოძღვრებასა ამასზე და გარნა არ არაი ესე ვითარი შეემთხვია, არამედ უფრო ისად განკვირვებული იყვნენ. ესე ამისთვის, პირველად რამე თუ მადლი უფლისაი განუღებდა კარსა გულთა მათთასა და მეორედ, რამე თუ არა იყვნენ მუნღურთონი იგი და უკეთრული მწიგნობარნი და ფარისეველნი, არამედ ერი იყო მარტივი და წრფელი, ხოლო ოდეს ესრეთ სული წრფელი იპოვოს. ადრე შეიწყნარებს სარწმუნოებასა ჭეშმარიტებისასა და ადრე შევალს მასშინა მადლი იგი საღმრთოი. ამისთვის მთავარნი იგი და მღვდელნი ჰურიათანი, რამე თუ სავსე იყვნენ უკეთურებითა, ხედვიდეს ძალთა მათთა სასწაულთა უფლისათა და დაბრკოლდებოდეს, ხოლო ერი ესე უმანკოი სიტყვათათვის მარტივთა განკვირდებოდეს და სარწმუნოებით მისდევდეს, ვითარცა მოასწავებს მახარებელი და იტყვის და სახარებაი და გარდამოვიდოდა იგი მიერ მთით და მოსდევდა მას ერი მრავალი 8:1. თარგმანი არავინ იყო მომთავართაგანი და მწიგნობართა, არამედ რაოდენიცა თავისუფალი იყვნენ უკეთურებისაგან და აქ უნდა გონებაი წრფელი. ესენი უკვე არა აწოდენ, არამედ ყოველსავე სახარებასა შინა იხილებიან შემსჭვალულად სარწმუნოებასა მისსა და მოსურნე მოძღვრებისა მისისა. ამისთვისცა ასწავლი და რაი დუმილით ისმენდეს, არცა გარდაუწყვილდეს სიტყვასა, არცა გამოსაცდელთა ზრახვათა წინა უყოფდეს, ვითარ იგი ფარისეველნი იქმოდეს, და კვალად აღასრულა რაი მოძღვრება იგი და გარდამოვიდოდა მიერ მთით. სარწმუნოებით მისდევდეს მას და განკვირვებული იყვნენ სიტყვათა მათზე და ხოლო შენ გულისხმობ ყავს სახიერებაი და სიბრძნით განგებულებაი მეუფისაი, ვითარ თითო სახეთ განაწესებს სარგებელსა მას ერისასა, სიტყვითა და საქმით, და სასწაულთაგან მოვიდა სწავლად და კვალად სწავლისაგან მიიქცა სასწაულთა საქმე. რამე თუ პირველ მთად ახსვლისა მრავალნი კურნებანი ქმნა, რაითა მოიყვანოს ერი იგისმენად სწავლისა მის და კვალად, ვინაითგან მრავალი ესე და კეთილი მოძღვრება ისრულყო, სასწაულივე უჩვენა, რაითა არა სიტყვით ხოლო ჩნდეს ხელმწიფება იმისი, არამედ საქმითცა.
ამისთვის იტყვის მახარებელი. წახარებაი და აჰა ესე რა კეთროვანი ვინმე მოუხდა, თაყვანი სცემდა მას და ეტყოდა, უფალო, უკვე თუ გინდეს, ძალგიც განწმედა ჩემი. და მიხო ხელი თვის იესურ, შეახო მას და ხრქუა, ნებავს განწმიდნი. და მეხსეულად განწმიდნა იგი კეთროვნებისა მისგან. და ხრქუა მას იესო, იხილე, ნუ ვის უთხრობ, არამედ წარვეთ და უჩვენე თავი შენი მღვდელთა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათ და 8, 2-4. თარგმანი, დიდარს გონიერებაი და სარწმუნოებაი კეთროვნისა იმის, რამე თუ ვიდრეღა საღმრთოსა მას მოძღურებასა წარმოიტყო და უფალი, არა დახრწევასცა, არცა კრებული იგი შეაშფოთა, არამედ მოელოდა ჟამსა მარჯვესა და გარდამორა იხდა მთით, მაშინღა მოუხდა და მოუხდა არა ლიტონად, არამედ დიდითა სარწმუნოებითა და მხურვალებითა ფრიადითა, თაყვანი სცემდა და შეურდებოდა მას, ვითარცა ჯერ იყო. და არა ხრქუა, უკვე თუ ევედრო ღმერთსა ანუ ილოცო არამედ, უკვე თუ გინდესო ძალგიც განწმედა ჩემი, და ეგრეთსა მისსა ნებასა და განგებულებასა მიაგდო ყოველივე. ამისთვისცა უფალმა დაამტკიცა მისისა მის გონებისა კეთილი ზრახვაი და ხრქუა, ნებავს განწმიდნი, რაითაცნან ყოველთა ძალი ხელმწიფებისა მისისაი. ხოლო მოციქულნი არა ესრეთ იქმოდეს, არამედ იტყოდეს, კაცნო ისრაიტელნო რა ისა გიკვირს ამასზე და? ანუ ჩვენ რა ისა გუხედავთ, ვითარცა თვისითა ძალითა ანუ ხელმწიფებითამცა გვექმნასლოაი მაგისი, საქმე 3, 12, გარნა მეუფემან დაღაცა თუ მრავალგზის სიტყვანი სიმდაბლისანი თქუნის და არა შემსგავსებულნი დიდებასათვისა. არამედაც და სამტკიცებელად გონებათა მათთა, რომელნი განკვირვებულიყვნენ სწავლათა მათ მისთაზე და ხელმწიფებით თქუმულთა, ხრქუა კეთროვანსა მას, ნებავს განწმიდნი. ხოლო სხვათა მათ აურაცხელთა სასწაულთა მისთა შინა არასადა ჩანს, თუ ესე სიტყვა იმცა ეთქვა, არამედ აქა, და სამტკიცებელად იჭვისა მის, ერისაცა და კეთროვნისა მის, ხელმწიფებისა მისისათვის. ამისთვის ხრქუა, ნებავს განწმიდნი, და მეხსეულად სიტყვასა მისსა საქმეცა შეუდგა, რამე თუ უფალი იყო და ღმერთი ყოველთაი. და არა სიტყვით ხოლო ხრქუა, ნებავს განწმიდნი, არამედ ხელიცათვის იმიყო და შეახო მას, რომელეს ღირს არსციებისა, თუ ვინაიდან ნებითა ხოლო და სიტყვითა განსმელდა მას, რაისათვის ხელიცა შეახო. მე ვგონებ, თუ ამისთვის რაითაა ჩვენოს ყოვლით კერძო ხელმწიფებაითვის ვითარმე და არა მონებასა შინა არს სჯულისასა, არამედ უფალი არს მისი და ვითარმე წმიდისა მის თანა ვერცა ერთი რაი არაწმიდებაი შემძლებელ არს დადგრომად. ამისთვისცა ელისე წინა ის წარმეტყუელმან არცა თუ იხილა კეთროვანი იგი ნემან მთავარი ასურთაი, არამედ დაბრკოლდა თუ იგი არ ახილვისა მისისათვის, გარნა მან დამარხვისათვის წესსა მას სჯულისასა არა თავსიდვა განსვლად მისა, არამედ მიუმცნო იორდანეთ წარსვლაი. ხოლო უფალმან გამოაჩინა, ვითარმე და არა ვითარცა მონაი, არამედ ვითარცა უფალი ყოფს კურნებასა მას. ამისთვის მიხო ხელი თვისი და შეახო მას, რამე თუ არა თუ ხელი იგი კეთროვნებისა მისგან შერაიმედ იმწინკულოდა, არამედ გვამი იგი კეთროვნისაი შეხებითა ხელისა მის წმიდისაითა განწმიდნებოდა, და არა ხორცნი ხოლო, არამედ სულიცა. რამე თუ არა ხორცთა კურნებად ოდენ მოსრულიყო, არამედ უფრო ისად სულთაცა. და ვითარცა ხელითა უბანელითა ჭამად არღარა აყენებდა, არამედ გულისა უბრძანებდა განწმედად, ეგრეთვე აქა ასწავებს, ვითარმეთ სულისაი ჯერ არს მოუაწებაი და მისისა მის კეთროვნებისაგან სახმარ არს კრძალვაი, რომელ არს ცოდვათა ბილწებაი, ხოლო კეთროვნებაი ხორცთაი, არარად სავნებელ არს სულისა. ამისთვის პირველად თავად მან მიყო ხელი და შეახო კეთროვანსა მას, და მასზე და არავინ აბრალა მას, რამე თუ არა იყო სამსჯავროსა მას კრებული უკეთურთაი, არცა შურითა სავსე იყო ერი იგი, რომელი ხედვიდა სასწაულსა მას.
ამისთვის არა ხოლო თუ დაუბრკოლებელად ეგნეს, არამედ უფრო ისად განკურებული იყვნენ დიდებულთა მათთვის სიტყვათა და საქმეთა და მიუცდომელსა მას ძალსა მისსა თაყვანის სცეს დიდითა გულსმოდგინებითა. ხოლო განკურნა რა იკეთროანი იგი ხრქუა მას, იხილე, ნუ ვის უთხრობ, არამედ წარვეთ უჩვენე თავი შენი მღვდელთა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსეს აწამებელად მათდა. თქვეს ვიეთმე, ვინაიდან სჯულსა შინა წერილ არს ვითარმეთ, ოდეს განწმიდნეს კეთროანი, იხილონ იგი მღვდელთა და უკვე თუ ჭეშმარიტად განწმედილ იყოს, მაშინ შეჰრაცხონ იგი განწმედილთა თანა და შეიწირონ შესაწირავი მისი. ხოლო უფალმან ამისთვის ამცნო არავის დათხრობად, რაითა არა შურისათვის თქვან მღვდელთა მათ, ვითარმეთ, არა კეთილად განწმედილ ხარ. არამედ მე სიტყვა ესე შეუწყნარებელად მაქუს და უგუნურებით თქუმულად. რამე თუ არა თუ ესრეთ ყოვუფალმან განწმედა იმისი, რაითა იჩვეულ რაიმემცა იყო, ანუ მცა ძალედვა თქუმადვის, თუ შესაძლებელი არს უაღრესად განწმედაი, არამედ ესრეთ განწმიდა, ვიდრეღა მრავალთა შვენიერთა და სრულიად უნებელთა საუკეთეს და უშვენიერეს იყო. ხოლო არავის დათხრობაი ამისთვის ამცნო, რაითა წესი და მოძღვრებაი მოგუცეს სიმდაბლისაი და კეთილთა საქმეთა დაფარვისაი. არა თუ არა იცოდა უფალმან ვითარმედ არა ეგულებოდა მას დაფარვაი სასწაულისა იმის, არამედ ყოველთა შორის ქადაგებაი, გარნა ეგრეთსა, არა იგი ჯერ იყო, თავისა მიერთვის ისაქმნა და არავის დათხრობად უბრძანა. ხოლო სხვასა ადგილსა ვითარ ბრძანა თქუმად სასწაულისა მის. არა რაი არს ამას შინა წინააღმდგომი, რამე თუ ყოვლისა კეთილისა ენება უფალსა სწავლად კაცთა. ამისთვის ამას კეთროვანსა ხრქუა არავის დათქმად, რაითა გვასწავს დაფარვაი კეთილის საქმეთაი და უფრო ისად უკვე თუ ვინ მოიღოს ღმრთისაგან მადლი კურნებათაი. ხოლო მონ ამცნო ქადაგებად, რაითა მისცეს ღმერთსა დიდებაი განკურნებულმან მან და რაითა ჩვენ ვისწავთ მადლობაი ღმრთისაი და ქადაგებაი დიდებულებათა მისთაი. რამე თუ უმრავლესნი კაცნი, ცნებასა რა იშთავარდენ, მოიხსენებენ ღმერთსა, ხოლო განიკურნენ რაი, კვალად უდებებასა შთავარდებიან. ამისთვის ბრძანებს, რაითა გინა თუ უძლურ ვიყვნეთ, გინა თუ მრთელ ვხმადლობდეთ ღმერთსა, ამისთვის იტყვის მას ადგილსა, მიეც ღმერთსა დიდებაიო. ხოლო რაისათვის უბრძანა კეთროანსა ამას ჩვენებად თავითვის იმღდელთა და შეწირვად შესაწირავი. რამე თუ წესი სჯულისა ინება ამას საქმესა ზედა აღსრულებად. რამე თუ არცა ყოველსავე წესსა მისსა იმარხვიდა, არცა ყოველსავე დახსნიდა, არამედ ოდესმე ამას იქმოდა და ოდესმე, მას, რაითა დახსნითა რომელთამე წესთაითა ყოფადისა ამის სრულისა წესისა და ახლისა სჯულისა საიდუმლო მოასწაოს. ხოლო აღსრულებითა რომელთამე წესთაითა ურცხვინონი იგი პირნი ჰურიათანი დაუყვნეს და უძლურებასა მათსა თანა მიჰყვეს. და რად გიკვირს უკვე თუ იგი დაწყებასა მას ქადაგებისათვის ისასა იმარხვიდა რომელთამე წესთა სჯულისათა, ვინაიდან ვპოებთ მოციქულთა შემდგომად ამაღლებისა უფლისა და დაწყებისა სრულიად ახალსა ამას სჯულსა და ძველისა მის წესთა დაცხრომისა. ვითარმედ რომელსამე ზედა იმარხვიდეს სჯულსა სიტყვითა უფლისაითა და რომელსამე თანაწარ ხდებოდეს. და აცცა ქრისტემან აღსრულებად წესსა მას სჯულისასა უბრძანა კეთროანსა მას შეწირვად შესაწირავისა მის, რომელი განწესებულიყო, რამე თუ ესრეთ იყო ძველისა მის სჯულისა ბრძანებაი, რაითა ოდეს კეთროანი განწმდეს. უჩვენოს თავითვის იმღდელთ მოძღვარსა და მისითა წამებითა შეერაცხოს განწმედილთა თანა. და უკვე თუმცა არა ხრქუა მღდელმან, თუ წმიდა ხარ, გარეგან შესაკრებელისა არ, ვითარცა არა წმიდაი. ამისთვის ხრქუა, უჩვენე თავი შენი მღდელთა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე, რაითა გამოაჩინოს ვითარმედ წესსა მას სჯულისასა მიავლინებს მას და დაუყოს პირი მათი, რაითა ვერ იტყოდნენ, თუ პატივი მღდელთა იმიიტაცა.
ამისთვის სასწაული იგი თავად მან ქმნა, ხოლო ხილვა ისაკურველისა იმის და განცდა იმის სიმღვდელთა მიუშვა. ხოლო რა იარს ესე, თუ საწამებელად მათ და ესე იგი არს სამხილებელად, შესაწამებლად, საკდემელად ურწმუნოებისა მათისა, ვინაიდან იტყოდეს, თუ ამისთვის ვსდევნით, რამე თუ წინა მდგომარს ღმრთისა და შჯულისა მის მოსესისა. ამისთვის რქვა ამას კეთროვანსა ჩვენებად თავითვი სიმღვდელთა და შეწირვად შესაწირავი, მოსეს მიერ განწესებული, რაითა იყოს საქმე ესე საწამებელად უკეთურებისა მის მღვდელთა ისა, რა ჟამს ჩნდეს, ვითარმედ კეთროვანი იგი განკურნა რაი. აღსრულებად წესთა მათ შჯულისათა უბრძანა, რაითა გამოაჩინოს, ვითარმედ არა წინა მდგომარს. რამე თუ რაღაცა თუ იცოდა, ვითარმედ რა იცახოს, არ არას ერგების უკეთურთა მათ, გარნა იგი ყოველსავე აღასრულებს, რაითა უსიტყვო ელყნეს იგინი. ამისთვის არა ხრქვა, თუ მივედ უჩვენე თავი შენი მღვდელთა და შეწირე შესაწირავი სარგებელად მათთა და განსამართებელად, არამედ საწამებელადო, ესე იგი არს შესასმენელად და სამხილებელად და პირის დასაყოფელად, რაითა გამოჩნდეს. ვითარმედ ჩემ მიერ ყოველივე ვქმენ, არამედ იგინითვისავე უკეთურებასაც ზედაეგნეს, ვითარცა სხვასა ადგილსა იტყვის ვითარმედ, იქა დაგოს სახარება იესე ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა და მაშინ მოიწიოს აღსასრული. მათე 24:14 ესე იგი არს საწამებელად და სამხილებელად მათთა, რომელთა არა ინებონ მოსვლა ის არწმუნოებად, რამე თუ ვერ ვინუძლოს თქუმად, თუ მე არა მესმა. ამისთვის განვავლენ ქადაგებასა ამას ყოველსა სოფელსა, რაითა შესწამებდეს ყოველთა წარმართთა ქადაგება იგი, ვითარმედ ესმა და არა შეიწყნარეს. ამისთვის კიდეთა ქვეყანისათა ისმა სიტყვა ისახარებისაი. სწავლა იკე ვითარმედ ჯერ არს მარადის მადლობაი ღმრთისაი. აც უკვე საყვარელნო, ესე ყოველი გულის ხმოვხოთ და მოსწრაფე ვიყვნეთ ჩვენცა ჩვენებად მოყვასთა ზედა ყოვლისავე ხარკებისა სარგებელად სულთა მათთა, ვითარცა უფალმან აჩვენა ჩვენ ყოველთა ზედა და დღითი დღე აჩვენებს აურაცხელთა მათ ქველის მოქმედებათა მისთა, რომელთათვის თანაგვაც მარადის მადლობისა შეწირვად მისა საქმით და სიტყვით. არა თუ მას ეხმარების ჩვენ მიერი მადლობაი, არამედ ჩვენ მადლობითა მისითა თავთა ჩვენთა კეთილსა უყოფთ და სიყვარულად მეუფისა ჩვენისა მოვალთ, რამე თუ უკვე თუ კაცისა მიერ ყოფილი ჩვენზე და კეთილი მოვიხსენით რაი. სიყვარულად კეთილის მყოფელისა მის აღვიძრნით გონებითა, ვითარ უფრო ისად მოვიხსენებდეთ რაი კეთილთა მათ ღმრთისა მიერთა, არამცა სიყვარულიცა მისი აღორძნდა გულთა შინა ჩვენთა და უმეტესი მოსწრაფებაი მოვიგეთ აღსრულებად მცნებათა მისთა. რამე თუ ნამდვილო მცველი დიდი არს ქველის მოქმედებისაი, სამარადისოდ ქველის მოქმედისა მის ხსენებაი და მადლობით დიდებაი. ამისთვისცა შესადრწუნებელსა მასცა საიდუმლოსა ცხოვრებისა ჩვენისასა რომელ არს წმიდა ჟამის წირვაი, მადლობა ეწოდების, რამე თუ მრავალთა ქველის მოქმედებათა მისთა ხსენებაი აღესრულების. და თავი იგი განგებულებისა მისისაი გამოჩნდების და ყოვლით კერძო მადლობად გვაწვევს, რამე თუ უკვე თუ ქალწულისაგან შობაი მისი საკურველ არს, რომლისათვისცა განკურვებით იტყვის მახარებელი, ვითარმედ, ესე ყოველი იქნაო მათე 1:22. უკვე თუ შობასა ყოველივე ეწოდა რაიმე ვთქვათ, ოდეს მოვიხსენოთ ჩუარცუმაი და ათხევაი სისხლისაი. სიკვდილი და რომელი ესე თავითვის იმოგუცა ჩვენ ტაბლად სულიერად და საჭმლად ცხოვრებისად. ვხმადლობდეთ უკვე სახიერებასა და სიტკბოებასა მისა დაუცხრომელად. და ესე იყავ დასაბამ ყოველთა საქმეთა და სიტყვათა ჩვენთა, მადლობაი ღმრთისაი. და ნუ ხოლო თავთათვისთათვის ვხმადლობთ, არამედ ძმათათვისცა ჩვენთა, რაითა აღმასრულებელ ვიპოვნეთ სიყვარულისა. ამისთვის სამღვდელი ჟამსა მას საიდუმლოთასა შესწირავს მადლობასა ყოვლისა სოფლისათვის, პირველქმნულთა კეთილთა მისთათვის ჩვენ ზედა და აწყობათთა და მერმე მომავალთა.
და ჩვენც ეგრეთვე გვიბრძანებს ყოფათ რაითა ჭეშმარიტისა მის სიყვარულისა მიერ ქვეყანისაგან ზეცა დავმაღლდეთ და ანგელოზთა მობაძავ ვიქმნეთ, რამე თუ იგინიცა ჩვენზე და ქმნილთა კეთილთათვის განწყობილნი მადლობასა შესწირვიდეს ღმრთისა და იტყოდეს. დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობაი და კაცთა შორის სათნოებაი. ლუკა 2:14 და არა თქვეს ვითარმეთ, რაი არს ჩვენი საქმესა ამას შინა, რომელნი არა ქვეყანისანი ვართ, არცა კაცთა თანაშე რაცხილ. არამედ უმეტესად ღამხიარული ყვნეს ვითარმცა იტყოდეს ვითარმეთ, ჩვენი არს კეთილი ესე ჩვენთან ამონათაი მათ, რამე თუ ესრეთ ბრძანებულ არს ჩვენ და სიყვარული მათი, ვიდრეღა კეთილნი მათნითვისაც შეგვირაცხიან. ეგრეთვე ნეტარი პავლე მარადის ყოვლისა სოფლისათვის შესწირავს მადლობასა. ამისთვის ჩვენცა მარადის ვხმადლობდეთ მას ჩვენთვისცა და მოყვასთათვის, აურაცხელთა მათ კეთილთა მისთა ზედა, დიდთა და მცირეთა, და უფროისად არაი არს მის მიერ მოცემული მცირე, არამედ ყოველნივე კეთილნი მისნი დიდ არიან და დიდებულ. და რაითა სხვათა მათ თანაწარო ხდე, რომელნი უმრავლეს არიან ქვიშისა, ესე ხოლო ვახსენო. რაიმცა სწორიყო ჩვენთვის ქმნილისა მის განგებულებისა მისისა, ვითარ მხოლოდ შობილი ძე მისი ჩვენთვის სიკვდილად მოავლინა, ჩვენთვის მტერთა ამათ და განდგომილთა, და შემდგომად სიკვდილისა და აღდგომისა მისისა კვალად მოგუცა იგი ტაბლად სამარადისოდ და სანოაგეთ სულთა გამომზრდელად, და ამას ყოველსა ზედა მადლობა იმანვე გვასწავა, რამე თუ ამისთვის საიდუმლოისა მის აღსრულება სამარადისოდ განაწესა. რაითა მარადის ხსენებად ესე ვითარისა. მის ქველის მოქმედებისა მისისა მომიყვანებდეს და მადლობად მისა აღგვადგენდეს. ესრეთ ყოვლით კერძო მოსწრაფე არს დამბადებელი ჩვენი კეთილთა ჩვენთათვის, ამისთვის მრავალგზის თვინიერ ჩვენისაცა ნებისა და თვინიერ ჩვენისა მეცნიერებისა კეთილი გვიყვის. და გულისხმა ყავთ ესე ნეტარისა პავლესგან, რამე თუ ვინაიდან მრავალთა მათ ჭირთა და განსაცდელთა მისთათვისევე დრა ღმერთსა მრავალგზის, რაითა აღუსუბუქნეს, არა მის სამას თხვასა მიხედნა ღმერთმან, არამედ უმჯობესისათვის იზრუნა, ამისთვის ხრქვა მას. კმა არს შენ და მადლი ჩემი, რამე თუ ძალით ჩემი უძლურებასა შინასრული ქმნების. მეორე კორინთელთა მიმართ 12:9 საცნაურ არს უკვე, ვითარმედ ვიდრეღა არა ეთქვა მის და მიზეზი ესე, თვინიერნებისა მისისა კეთილსა უყოფდა. ესრეთ უკვე იქს ყოველთავეზე და სახიერი იგი უფალი. აც უკვე ესე უწყოდით და მარადის ვხმადლობდეთ ღმერთსა ყოველსავეზე და, რამე თუ დიდი ბოროტი არს უმადლოებაი, ამან წარწმიდნა ჰურიანი, უმადლოება მან მათმან, ამან დააქცინა იგინი სულიერად და ხორციელად, ვითარცა წერილ არს ვითარმეთ, სასოებაი უმადლოთაი, ვითარცა თრთვილი ზამთრისაი, სიბრძნე სოლომონისა 16:29 ესრეთ მოაკუდინებს უმადლოებაი სულსა, ვითარ იგი განჰკინავს და ავნებს ხორცთა. ხოლო იქმნების უმადლოებაი ან პარტავნებისაგან რა ჟამს აქუნდეს კაცსა თავითვისი ღირსად, ხოლო გული შემუსრული და მდაბალი ყოველსავეზე და ჰმადლობ ღმერთსა, გინა თუ კეთილი შეემთხვის, გინა თუ განსაცდელი რამე თუ კეთილისა უღირსად. შეჰრაცხის თავითვისი, ხოლო განსაცდელი რაოდენიცა შეემთხვის, იტყვინ ვითარმედ უმეტესისა ღირს არს. აც უკვე ჩვენც რაოდენღა წარვემატებოდით სათნოებასა შინა, უმეტესად შევმუსვნეთ თავნი ჩვენი, რამე თუ ესე არს სათნოებაი ჭეშმარიტი. და ვითარცა იგი რაოდენცე კეთილად ვხედვიდეთ და სიმაღლესაც სათასა განვიცდიდეთ, უმეტესად ვცნობთ, რა იზომ შორს ვართ მისგან, ეგრეთვე რაოდენცა მივიწინეთ საზომსა სათნოებისასა, უმეტეს ვპოებთ თავთა ჩვენთა ნაკლულევან დიდებისაგან ღმრთისა. ხოლო ესეცა დიდი სიბრძნე არს უკვე თუ კაცმანსნა საზომითვისი, რამე თუ მან იცის ჭეშმარიტად საზომითვისი, რომელსა შეერაცხას არარად თავითვისი, ვითარცა აბრაჰამ და დავით და სხვათა ყოველთა წმიდათა, ოდეს მიიწინეს სიმაღლეთ სათნოებისა, მაშინ უფროისად დააკნინეს თავნი მათნი.
და აბრაჰამ მიწა და ნაცარ დაბადება 18:27 უწოდა თავსათვისა, ხოლო დავით მატლ და არა კაც ფსალმუნი 21:7 და ესაია იხილა რაი უფალი ღაღატყო, ჰოი უბადროქსაო, ესაია 6:5 და ყოველნი წმიდანი ესრეთ აბრალებენ თავთათვისთა, ხოლო ზუავთა და ანპარტავანთა ყოლადვე არა იციან საზომითვისი. და რომელმან თავითვისი არა იცოდის, მან სხვაი რაიმცა იცოდა. ესე ვითარი იყო იგი, რომელმან თქვა, დავდგა საყდარი ჩემი მაღალთაზე და ესაია 14:13 ვინაიდან თავითვისი არა იცოდა, თუ ვინ არს. ამისთვის სრულიად უგუნური ქმნა. არამედ არა ესრეთ იყო პავლე. ამისთვის ნარჩევად ყოველთა უწესს თავსათვისა და არაღირსად მოციქულებასა ესოდენთა მათ კეთილთა მისთაზე და მას უკვე ვბაძვიდეთ მორწმუნენო. ხოლო ესე წარვმართოთ, უკვე თუ განვეშორნეთ საქმეთა და ზრუნვათა სოფლისათა, რამე თუ არ არა ესრეთ და გვაბრკოლებს ცნობად თავთათვისთა, ვით არ შემსჭვალვა სოფლისა საქმეთა და არ არა ესრეთ შეგვამსჭვალავს სოფლისა საქმეთა, ვით არ უცნაურობაი თავისათვის ისაი. ხოლო რომელმან უგულებელს ყვნეს სოფლისა საქმენი, მან თავისათვისი იცნას და სხვათაცა სათნოებათა შინა წარემატოს. აც უკვე, ძმანო, ჩვენცე კეთილი ესე წესი შევიკრძალოთ, განვეყენეთ სიყვარულსა ცუდთა ამათ და წარმავალთასა, ვიცნათ უნდოებაი თავთათვისთაი და შევიტკბოთ წესი სიმდაბლისაი. რაითა საუკუნეთა მათ კეთილთა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.